მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მოვამზადოთ წითელი ტყემლის საწებელი. მაქვს ამდენი საკმაოდ ბევრი ტყემალი, რომელიც კარგად გავრეცხე და ასე წამოვადუღე. შემდეგ გადავიტანე თუშფალანგში და გავხეხე კარგად. მაქსიმალურად შევეცადე, რომ გამომეეღო წვენი. კანი და კურკა, რა თქმა უნდა, გადავყარეთ და ჩვენ არ ვიყენებთ არაფერში. მწვანილები მაქვს ქინძი, კამა, ომბალო, მწარე წიწაკა, ყველა ერთად არის დაახლოებით 9 კილო. და ასევე ნიორი. ეს არის 250-300 გრამი, ყველაფერს გემოვნებით უკეთებ. მე დავაბლენდერე ეს მწვანილები ნიორთან და წიწაკასთან ერთად და ასე შეურიე უკვე გახეხილ მომზადებულ ტყემალს. მარილი, უცხოსუნელი, დაბქული ქინძი, დაღერღილი წიწაკაც თუ თქვათ უფრო მწარე გინდათ, შაქარი დავაყარე, რადგან ძალიან მჟავია და კარგად მოურია. ყველაფერი გემოვნებით შევაზავე, ანუ აი ეს სრული დოზები არ მაქვს, ზუსტი დოზები უფრო სწორად ამეების, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს და იმის მიხედვით აკეთებს. უკვე კარგად ადუღდა ჩვენი ტყემალი, ქაფშეძლების დაგვარად მოვაცილე და გადავიტანე ქილებში. გამოვიდა დაახლოებით 60 კილა ჩემ შემთხვევაში. ესენი საჩუქრებად გადავდე, დანარჩენი შევინახე. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი. გამომრჩა და დავამატებ, რომ ასე შევინახე ტყემალი ჩაქაფულისთვის. დროებით. მადლობა რომ ბოლომდე იყავით ჩემთან, ამ სოფლის ამბებს გიზიარებთ ფართოდ. თუ მოგეწონათ, გთხოვთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი რომ